ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის მანქანებისა და ელექტრონული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატასთან ასოციაციის საქართველოს ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში ორი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმები მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის ღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობას, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ კომპანიები, ქართული კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან და ოპერირებენ ჩინეთის ბაზარზე, იყო ძალიან ბევრი აქტუალური საკითხი დასმული, არის უდიდესი პოტენციალი ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებისა, ფინანსური ინსტიტუტების შემოსვლა, ბანკების დაინტერესება, ფინანსთან წვდომის საკითხები, ძალიან ბევრი საერთო პროექტი, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ ურთიერთობას. ქართულ-ჩინური თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა იყოს, განსაკუთრებით სავაჭრო მიმართულებით, განსაკუთრებით ასევე მნიშვნელოვანია იმ ინდუსტრიული პოტენციალის ხაზგასმა, რომელიც გააჩნია ჩინეთს. შესაბამისად, საქართველოს და კერძოდ საქართველოს გეოგრაფიას მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ კარიბჭეს, დამაკავშირებელ ხიდს და ჩვენი საოპერაციო უპირატესობები შეიძლება მნიშვნელოვანი ელემენტი გახდეს